ეს არგუმენტი, რომ 2024-ში ქართულმა ოცნებამ გაყალბების მიუხედავად თბილისი ვერ მოიგო და რომ თავისთავად თბილისის მოგება იქნებოდა პოლიტიკური ფაქტორი ოპოზიციისთვის. არის თქვენთვის ამაში ყრია რამე, ასე რომ ვთქვათ? მადლობა ძალიან დიდი მოწვევისთვის და ამ კითხვისთვისაც. ჩვენ აქ ვუშვებთ ერთ ძალიან სერიოზულ შეცდომას. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ოპოზიციამ მოიგო თბილისი და დიდი ქალაქები, ეს ნამდვილად არის სწორი ფაქტი და ნამდვილად მოიგო ოპოზიციამ დიდი ქალაქები და მათ შორის პირველ რიგში თბილისი. თუმცა აქ ჩვენ არ ვითვალისწინებთ იმას, რომ ქართულ ოცნებას, მაშინ ჯერ კიდევ ლეგიტიმურ ხელისუფლებას ძალიან კარგად ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის თბილისს და დიდ ქალაქებს ისედაც აგებდა და მას არ ჰქონდა საკმარისი მხარდაჭერა და საკუთარი ძალაუფლება სრულად გამოიყენა იმ კონტექსტში, რომ გაცილებით უფრო დიდი გაყალბებებით მიეღწია შესასურველი შედეგისთვის რეგიონების ხარჯზე. ანუ საქართველოში თბილისის მასშტაბური და იმაზე უფრო სერიოზულად და იმაზე უფრო დიდი გაყალბება ქართულ ოცნებას მაშინ არ დასჭირდა და მთლიანად ტოტალური გაყალბების პირობებშიც რეგიონების ხარჯზე გადაწონა ის საერთო მოგება, რაც შეიძლებოდა რომ და რაცაც ველოდით რომ ოპოზიციას ეკნებოდა, იმიტომ რომ ამაზე მეტყველებდა აბსოლუტურად ყველა კვლევა. აქ ეს არგუმენტიც არის, რომ თბილისში გაყალბება უფრო რთულია. თბილისში გაყალბება უფრო რთული შესაძლოა იყოს, თუმცა როდესაც ჩვენ 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლება არის არალეგიტიმური ხელისუფლება. მან გადადგა ყველა შესაძლო, მათ შორის საკანონმდებლო ნაბიჯი საარჩევნო ვითარების და საარჩევნო გარემოს გაუარესებისკენ, ხო? ანუ ჩვენ ვიცით, რომ დღეს ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება გამყარების, დიქტატურის გამყარების და რეჟიმის გამყარების პროცესში იმყოფება და მისთვის აბსოლუტურად აღარ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მძიმე შედეგებით გააყალბებს ის ნებისმიერ შემდგომ არჩევნებს თბილისში და დიდ ქალაქებში. მიზანი დღეს არის ხელისუფლების არალეგიტიმურად მოპოვებული ხელისუფლების და შენარჩუნებული ხელისუფლების კიდევ უფრო დიდი ხნით ჩაბეტონება და ქართული ოცნების ხელისუფლებაში დარჩენა, არ ვიცი, განუსაზღვრალი ვადით, როგორც ეს ხდება ყველა იმ სახელმწიფოში, სადაც პუტინის გავლენით დიქტატურები მყარდება და ყალიბდება, ხო? ანუ მე მიმაჩნია, რომ ეს არის ილუზია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თბილისის მოგების შანსი რეჟიმის პირობებში ჩვენ გვაქვს. ამის გარდა არ უნდა დაგვავიწყდეს რა დევს მეორე მხარეს. დავუშვათ ჩვენ შევდივართ თვითმმართველობის არჩევნებში იმ იმედით, რომ ქართული ოცნება რატომღაც არ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს და არ წავა გაყალბების ისეთ მასშტაბზე, რომელიც აქამდეც არ გვინახავს. იმიტომ რომ შეგახსენებთ, რომ 2024 წლის გაყალბებების მთელი ეს კასკადი მაშინაც კი ეს იყო ბევრი ახალი დამატებითი საფეხური, რის საფუძველზეც საბოლოო ჯამში მივიღეთ ხო ეს გაყალბება. ისეთი მექანიზმები გამოიყენეს, რაც მაგალითად 2020 წელს არ გამოუყენებიათ, რაც არ გამოუყენებიათ არც 2021 წლის აქ არგუმენტი არის, რომ უმჯობესია დასჭირდეთ ეს გაყალბება, ვიდრე საერთოდ არ დასჭირდა. აი ეს არგუმენტი იცით რას მაგონებს მე პირადად, როდესაც არ ვიცი, ერთი და იგივე ქმედებით ჩვენ გვინდა რომ ლუსტრაცია მოვახდენოთ ძალადობრივი რეჟიმის. ეს რეჟიმი უკვე საკმარისზე მეტად ლუსტრირებულია, მას არ აქვს შიდა ლეგიტიმაცია, მას არ აქვს გარე ლეგიტიმაცია. თვითმმართველობის ეგრეთ წოდებული არჩევნები ამ სტატუს-კვოს შენარჩუნებით, ამ ცესკოთი, იმ პირობებში, როდესაც ეუთოოდირი ვერ ჩამოდის. იმ პირობებში, როდესაც ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება პირდაპირ ურტყავს და ებრძვის სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებს, რომ ადგილობრივი დამკვირვებელიც კი არ ყავდეს ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების სრული გათიშვით უნდა ჩატარდეს მომდევნო თვითმმართველობის არჩევნები და მხოლოდ პარტიული დამკვირვებლების შესაძლებლობას გვიტოვებს, ხომ? ამ პირობებში, როდესაც ვსაუბრობთ, რომ შეიძლება რომ რაღაცა პლუსები არსებობდეს თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შექმნილია საქართველოში, რომელსაც 200 დღეზე მეტია, სრული მხარდაჭერა აქვს პროტესტის სახით. საქართველოს მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი და ეს პროტესტი როგორ უნდა აისახოს, ხო შემდგომში რაღაცა კონკრეტულ ნაბიჯებში ხონდა გადავიდეს. ანუ ამ პროტესტის შედეგი არის შიდა ლეგიტიმაციის არ მინიჭება, რაც იწვევს საგარეო ლეგიტიმაციის არ მინიჭებას.
თქვენი როცა ვსაუბრობთ არჩევნებზე როგორ ჩატარდება პარტიული დამკვირვებლებით, უნდა ითქვას ისიც, რომ თქვენი ლიდერები მაგალითად ციხეში არიან და ვინცაც უკვე გადაწყვეტილია, ან ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ იხრება მონაწილეობისკენ, მათ ლიდერებზეც ზოგზე საქმეს კერავენ აი ახლა პარალელურად, ზოგი დაბარებულია უკვე აი პროცესი აქვს თქვა მაგალითად. იმიტომ რომ ჩვენ საქმე გვაქვს რეჟიმთან. ოღონდ ისინი ამბობენ, რომ ეს არ არის ფაქტორი, რაც ცვლის მონაწილეობა არ მონაწილეობის არგუმენტებს. მე ამაში ვეთანხმები მათ, იმიტომ რომ ეს ვერ იქნება ფაქტორი, იმიტომ რომ ფაქტორი რომ იყოს, ამ რაღაცას უნდა ცვლიდეს. თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა არაფერს არ ცვლის ოპოზიციისთვის და არაფერს არ ცვლის სასიკეთოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ამ ნაბიჯით, თუ ამ ნაბიჯს გადადგავს ვინმე და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არგუმენტები, რომლებზეც საუბრობთ, როგორც კოალიცია ცვლილებისთვის წევრები, მათ შორის აწუკე დაპატიმრებული ლიდერები და ის რომ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები თავის ტკივილია ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის, ეს ნათლად აისახა ამ სამი ადამიანის, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის და ნიკა გვარამიას დაპატიმრების ფორმებშიც. ნიკა მელია ფაქტობრივად გაიტაცეს ქუჩიდან. პოლიტიკური თავარი დიდი მსხვილი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ქუჩიდან მოიტაცეს ადამიანი. ზურაბ ჯაფარიძის პროცესზე სასამართლოში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად შენობიდან გარეთ გამოყარეს როგორც პოლიტიკოსები, ასევე სამოქალაქო და ასევე ჩვეულებრივი საზოგადოების წარმომადგენლები. ნიკა გვარამია თავისი ფეხით მივიდა, ანუ რეჟიმი სრულად არის გაცამტვერებული ჩვენი პოლიტიკური ლიდერების ქმედებებით და იმ ფორმით, რა ფორმითაც ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება ებრძვის ადამიანებს, რომლებიც არიან თანმიმდევრულები არ თანამშრომლობის ნაწილში. გაცამტვერებულია? რას ნიშნავს? მორალურად გაცამტვერებული, ანუ ის რომ ნიკა მელიას გატაცება გახდა ქუჩიდან საჭირო, ნიშნავს და ჩანს რა კონდიციაში იმყოფება დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება. ჩვენ ძალიან გვავიწყდება და უმნიშვნელო ფაქტორად, ანუ ფაქტობრივად ამაზე არ ვსაუბრობთ ხშირად ყოველ შემთხვევაში, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ჩამოშლის გზაზე დგას. ამაზე მეტყველებს ის საკადრო ცვლილებები, მათ შორის ძალოვან უწყებებში გატარებული საკადრო ცვლილებები 60-ზე მეტი ადამიანი ჩაანაცვლდა, გადანაცვლდა, გაუშვეს სისტემიდან. ეს არ არის ძლიერი რეჟიმის მაგალითები. ეს ნიშნავს, რომ რეჟიმი არის სუსტი და რეჟიმის ერთადერთი ლეგიტიმაცია, რეჟიმის ერთადერთი ხსნა არის ტყუილზე და რეპრესიაზე დამკვიდრებული და დაფუძნებული რაღაცა ქმედებების, თანმიმდევრული ქმედებების რაღაცა კასკადი, რომელშიც ჩვენ ოპოზიციური პარტიები და კოალიციები არ უნდა შევყვეთ. ამიტომ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უნდა კარგად გავიაზროთ, რომ დღეს ბრძოლას რეჟიმთან იგებს პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც არის პრინციპული და არ თანამშრომლობს რეჟიმთან და იგებს პროტესტი, რომელიც არის უწყვეტი. უწყვეტი პროტესტის ნაწილში, ხო აი მაგალითად 2024 წლის დეკემბერში მოქალაქეები, რომლებიც უკვე იდგნენ ქუჩაში, 28 ნოემბრის შემდგომ იდგნენ ქუჩაში და რაღაცას კონკრეტული მოთხოვნებით ისინი პოზიციონირებდნენ, ამ ადამიანების ნაწილი შესაძლოა ფიქრობდა, რომ მათ არ ეყოფოდათ გამძლეობა, ან არ ეყოფოდათ მოთმინება, ან არ ეყოფოდათ სიმტკიცე, რომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში მათ ეს პოზიციები შეენარჩუნებინათ. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოება იმაზე გაცილებით უფრო მზად არის. ეს არ არის მოკლევადიანი ბრძოლა. ჩვენ ამ ბრძოლაში უკვე ფაქტია. ჩვენ ამ ბრძოლაში უკვე 9 წელიწადზე მეტია გავატარეთ და ჩვენ შეგვიძლია ძალიან მტკიცედ ვთქვათ, რომ ის ნაბიჯები, რომლებიც მოქალაქეებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ და რასაკვირველია პოლიტიკურმა ოპოზიციამ გადადგა, ეს ნაბიჯები არის შედეგის მომტანი. დღეს, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა ძიმე, მაგრამ აუცილებელი და პრაგმატული სტრატეგიის ფარგლებში ჩვენ არ ვითანამშრომლოთ რეჟიმთან. არ მივცეთ მას პოლიტიკური კრიზისის ნორმალიზების არც ერთი შესაძლებლობა. მყარად ვიდგეთ იმ საბაზისო პოსტულატებზე და დავიცვათ ჩვენი ძირითადი ღირებულებები, რაც არის დემოკრატია, დავიცვათ ის მომავალი, რომლისთვისაც საქართველოში უამრავი წლის განმავლობაში უამრავი სხვადასხვა ყველა სექტორის წარმომადგენელი მუშაობდა. ამაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ ჩვენ შეიძლება მოვიგოთ თბილისი, მე მგონია, რომ არის უდიდესი შეცდომა. ეს თქვენ არ მოგემართებათ ეს კითხვა ყოველ შემთხვევაში უფრო მეტად ვიდრე ნებისმიერ სხვა დანარჩენს, მაგრამ აი ოპოზიციონერ წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართულ ამ მომრჩეველს რა
მდგომარეობაში აყენებს მოცემულობა, როცა ორი მსხვილი პარტია შეიძლება მიიღოს მონაწილეობა, ორმა დიდმა კოალიციამ თუ პარტიამ შეიძლება არ მიიღოს. აი ამ პასუხისმგებლობას თუ გრძნობთ პოლიტიკოსები და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მაინც და მაინც თქვენ პარტიას არ გეხება ყველას მიმართ გვაქვს ხოლმე ეს კითხვა. ერთიანობასთან დაკავშირებით, რომ ძალის პროექცირება მოხდეს ოპოზიციური ფლანგიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობის საკითხი, თუმცა უკიდურესად მნიშვნელოვანია რა საკითხებზე შეიძლება ამ ერთიანობის მიღწევა. და როდესაც ვსაუბრობთ საზოგადოებაზე, რომელსაც ექნება რაღაც კონკრეტული არჩევანი გასაკეთებელი იმ პარტიებსა და იმ კოალიციებს შორის, რომლებიც გადაწყვეტენ თუ ასეთი ფაქტი მოხდება თვითმმართველობის არჩევნებში შეყვნენ ქართული ოცნების რეჟიმს და იმ კოალიციებს და პარტიებს შორის, რომლებიც მყარად იქნებიან გამიჯნულები ამ ფარსად ჩემს წარმოდგენაში ფარსი ვითარებისგან არჩევანს საზოგადოება გააკეთებს მე დარწმუნებული ვარ იმ პარტიებზე და იმ კოალიციებზე, რომლებიც იქნებიან თანმიმდევრულების საკუთარი ბრძოლის და საკუთარი სტრატეგიის ნაწილში. ჩვენ როდესაც ვიძახით, რომ ეს არის დაუშვებელი და ამით ხდება რაღაცა კონკრეტული კრიზისების განმუხტვა და საგარეო ლეგიტიმაციის მოპოვება. ამას ეს ჩვენი ეს განცხადება და ჩვენი ეს მოსაზრებები ასევე ეფუძნება საზოგადოებისგან წამოსულ მოსაზრებებს, ხო? ანუ იმ მოლოდინებს, რაც საზოგადოებას აქვს. პროტესტის მონაწილეები არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ საკანში გამომწყდეული უკანონო პატიმრების ოჯახების უდიდესი ნაწილი პირდაპირ იძახის, რომ მათთვის ოპოზიციური პარტიების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა იქნება იმ გზის ღალატი, რომელი გზის გამოც ჩვენ ყავს დღეს ქვეყანაში 60-მდე პოლიტიკური პატიმარი. ეს იქნება იმ ღირებულებების უგულებელყოფა, რასაც ეფუძნებოდა ზოგადად პროტესტი, იმიტომ რომ პროტესტი დაიწყო იმით, არ ვიცი, თუ შეხსენება არის საჭირო, გავიმეორებ, პროტესტი დაიწყო იმით, რომ ქართულმა ოცნებამ გააყალბა ტოტალურად არჩევნები და ამით ხაზი გადაუსვა ქართული საზოგადოების სურვილს შეეცვალა ლეგიტიმური არჩევნებით არსებული ხელისუფლება. ეხლა რანაირად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ხელისუფლება, რომელიც საკუთარი საზოგადოების სურვილს აი ამ დონეზე უგულებელყოფს და პირდაპირ მიდის რეპრესიაზე და ძალის დემონსტრირების მცდელობებზე, ეს ხელისუფლება დათმობს რაიმე არჩევნებს. ეს პოზიცია ძალიან მკაფიოდ ისმის საზოგადოებიდან და პროტესტის მხრიდანაც სხვათა შორის. ანუ მე დარწმუნებული ვარ და ამაზე იმ კოალიციების და იმ პარტიების ამორჩევლები ღიად საუბრობენ, რომლებიც ფიქრობენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, რომ ისინი დაკარგავენ ამ მომრჩეველს. და ეს იქ მოხდება სრულიად ბუნებრივად. ამაზე სოციალურ ქსელებში, საჯარო სივრცეებში, ნებისმიერ დებატებში ამაზე მიმდინარეობს საუბარი და მათ შორის ჩვენ მაგალითად ნებისმიერი დისკუსიის მომხრეები ვართ. კოალიცია სულებისთვის ნებისმიერი წევრი დაჯდება ნებისმიერ სხვა კოალიციის და პარტიის წარმომადგენელთან და არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რატომ არ შეიძლება გქონდეს ჩვენ გაუარესებული საარჩევნო პირობების და რეჟიმის მხრიდან დიქტატურის გამყარების პირობებში სამართლიანი არჩევნების მოლოდინი. ყველა პოზიციის მქონე პარტიიდან გვესმის ეს შეთავაზება ჯერჯერობით რაღაცნაირად თითქოს ვერ მოხერხდა მაინც, თუმცა მეხუთე პრეზიდენტი ცალმე ზურაბიშვილიც რომ ჩამოვა იქნა პლატფორმის ფარგლებში, რამე მსგავსი პროცესი შედგეს. ძალიან დიდი მადლობა ნინო გოგინაშვილი კოალიციაცვლილებებისთვის.